14 საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთ ასის გათამაშების ეტაპის შეხვედრას ეროვნულ სტადიონზე პორტუგალიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ტიმლეინის ნაკრები ამ მატჩისთვის შევარდენის სტადიონზე ემზადება. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრას ტრავმის გამო შერკინების ბურჯი დავით ძირაქიშვილი დააგდება. მის მცველად ლეინმა საფრანგეთის კლუბ ტულონის მორაგბე დავით ქუბრიაშვილი გამოიძახა. საქართველოს ნაკრებმა ერთ ასის გათამაშების პირველ შეხვედრაში გერმანიის გუნდს 38-5 მოუგო. ჩვენი მეტოქე კი საკუთარ მოედანზე რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში 14-18 დამარცხდა. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შორის შეხვედრა 14 თებერვალს 16 საათზე იწყება. მეტოქეს კარგად ვიცნობთ, ისინიც კარგად გვიცნობენ ინდივიდუალურად, მაგრამ მე მგონი კოლექტიურად რაღაცა სიახლეებს შევთავაზებთ და ისინიც რამდენადაც ვნახეთ ბოლო თამაში მათი რუსეთთან საკმაოდ შესყოფერებულად თამაშობენ. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში ეს გერმანიასთან აჩვენებმა თამაშმა და მისმა ხარისხმაც დაამტკიცა. მართალია საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ამ დანაკლისს აუცილებლად შევავსებთ. ჩვენს გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. საქართველოს